გასინიესი ბადრი? აი შეხედეთ. აი ესეთი ავტომობილებს დღეს ამბაჟებენ და აფორმებენ. მოდი დათო, ჩვენი ავტომობილი. მოგესალმებით, მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს და დღეს გვექნება საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პიკაპებზე. ვინაიდან მათე მოტორს, რაც მათე მოტორსი არსებობს, მათე მოტორსის ისტორიაში 3000 პიკაპამდე მაინც აქვს გაყიდული და ერთი ადამიანი 3000-დან ერთი ადამიანი არ ყოფილა ჩვენგან უკმაყოფილო. ჩვენ ვყიდით Mitsubishi-ს და Toyota-ს პიკაპებს, მაგრამ მოხდა ისე რომ კონკურენტები არ ისვენებენ და ყველა გზა ჩაგვიკეტეს, რომ ავტომობილები ვერ შემოვიყვანოთ საქართველოში, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი გამბაჟება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ზეგ Toyota-საც შემოვიყვანთ და Mitsubishi-საც. ვინაიდან ჩვენ სახელმწიფოს გავაგებიებთ, რომ ეს ესე არ შეიძლება და ვთხოვთ. მოდი, გავაგზავნოთ, ბიჭებო. ჩვენ ისტორია იწყება პიკაპებით. სახელმწიფოს 80% პიკაპები ჩვენი მიცემულია. და ის პიკაპები, რომელიც 20-25 წლის უკან მივყიდეთ, დღესაც ძალიან კარგად მუშაობენ. ჩვენ ახლა რადგან ვერ შემოვიყვანეთ პიკაპები, თითქოს და ჩვენ კარგი პიკაპები ვერ შემოვყავდა, ახლა გეტყვით ერთ რამეს. მოყურეთ, აი ეს არის ბატონი ბადრი. ბადრი რამდენი წელია მუშაობს ჩვენთან, ჩვენს კომპანიაში? 23 წლის თანამშრომელია. ქალბატონო, გესმის? 23 წლის თანამშრომელია ჩვენი კომპანიის. ამ ბადრის უყიდე ყველაზე იაფიანი ეს Mitsubishi-ს პიკაპი. ეს ზუსტად უყიდე 19 წლის უკან. წარმოიდგინე, 19 წლის უკან უყიდე და აი ამ პიკაპით ბადრი, მოიწიეთ ისა, აი ამ პიკაპით ბადრი. ეს არის 4-4-ზე არ არის ყველაზე იაფიანი პიკაპია და ამ პიკაპით ბადრი ააშენა ჩვენი 6 ცენტრი. წარმოიდგინე, ბლოკი ამით აქვს, ცემენტი ამით აქვს და ყველა ფერი რამე თუ არის მისატანი, მოსატანი, მასალა ამით აქვს, ხო ბადრი? აი რამდენ ტონა გრუზდებ უკან თუ რამდენ კილოს? 2 ტონა ჩამოვიტანა ზუგდიდიდან. 2 ტონა ჩამოიტანა პიკაპით ზუგდიდიდან. და ეს ავტომობილი კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან იაფიანი პიკაპი და შენ წარმოიდგინე, ამის შემოყვანა ჩვენ შეგვიწყვით ეს. უყურეთ როგორ არის, მინდა სახელმწიფოს უთხრა მოსახლეობას, ჩვენ რომელი ავტომობილის მოგყავს, არის საუკეთესო ხარისხის. სადაც არ უნდა იყოს აწყობილი, არის საუკეთესო, ვინაიდან ჩვენ ზუსტად ის ავტომობილები მოგყავს, რომელიც არის ჩვენი პირობებისთვის გათვალისწინებული. Mitsubishi, კაცი 19 წელია დადის. გარბენი ბატონო გელა? გარბენი რამდენია? 100,000 აქვს თუ სწორად ნახე. აი, უყურე, მილიონს გადააჭარბა და ავტომობილი კიდევ მუშაობს ძალიან კარგად. ხო ბადრი? აი, ვაშკაცი ბიჭი ხარ, მაგარი ბიჭი ხარ, მაგარი თანამშრომელი ხარ, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და არის კაცი 23 წლის სტაჟით აი ამ კომპანიაში. აი ეს არის Mitsubishi. აი ეს Toyota, ეს Mitsubishi სახელმწიფოზე და კერძო პირებზე 1000-ობით გვაქვს ჩვენ გაყიდული და თურმე ახლა არ ვარ გადა, ამიტომ შეგვიმცირე შემოყვანა თუ საერთოდ ვერ შემოყვავს ეს ავტომობილები, იმიტომ რომ კანონი მიიღებს და ამას ხვალ ზეგ ჩვენ უკვე სახელმწიფოს ვთხოვთ და გავარკვევთ. რაც შეეხება Toyota-ს, რაც Toyota-ები ყავს სახელმწიფოს, მე საზღვრებს, მე ბაჟებს, ყველა იყო ჩვენი მიცემული და არის საუკეთესო ვარიანტები და დღემდე მუშაობს ეს Toyota-ები და ახალი მოდელი Toyota-ს ყოველთვის აჯობა ჩვენმა წინათ შემოყვანილმა Toyota-ებმა. მოდი, ეს არის Toyota. მოდით, ეს არის Toyota და შეხედეთ. მოდით, ის ვიზუალ შეხედეთ, ნახე. აი, არც გათბობა გსინიას, არც იწიე, მოწიე, არაფერი არ აქვს ამ ავტომობილს. შეხედეთ. აი, რაც არის, ეს არის. ახლა ჩვენ რატო ვაკეთებთ დღეს ამ გადაცემას მერაბი და ბიჭებო. ამ ავტომობილს ახლა ჩვენ ჯერ არ ვაქცევთ ყურადღებას. აი მოგზანდით, ეს არის Mitsubishi-ს პიკაპი. უყურე L200, Mitsubishi L200 და ყველა მიცის ახლა 1000-ობით ავტომობილი ყავს გაყიდული turbo დიზელი. ეს turbo დიზელი აქ დაკოქავ ქალბატონო და აბაშაში ისმის ხმა, მაგრამ რა გინდა რო ქნა, ესეთია ეს იაპონელები, ხო? აქ დაკოქავ
და დიზელის ხმა ისმის აბაშაში წარმოიდგინე რომ გეძინოს გაგაღვიძებს. ახლა მოდი ამას ჩვენ რატო ვსაუბრობთ? უყურეთ. ვიწვალეთ. ვიარეთ. შემოვიარეთ ნახევარი მსოფლიო და მივაგენით ერთ საუკეთესო ავტომობილს, რომელსაც გაუფორმეთ ხელშეკრულება. და ეს არის ავტომობილი. ახლა ეს ავტომობილი ბიჭებო ცოტა მიწიეთ იქით. მიაგორეთ ცოტა იქით. უყურეთ ხმა. შეხედეთ. აი ნახეთ ხმა, მიაცი გაზი. აი მისი ხმა ნახეთ. მიდი. აი ხმა. აი ხმა. პადრი, შენი დიზელია? აბა დაკოქე. დაკოქე და ნახოთ ამის ხმა. აი ეს არის დიზელი, ყვამლი, გამონაბოლქვი. აი გამონაბოლქვი, მოკლედ ახლა აქ შეხედეთ როგორი ყვამლია ხო? ახლა ამის ხმა ნახეთ და გამონაბოლქვი ნახეთ, შეხედეთ. აი შეხედეთ. აი გამონაბოლქვი ნახეთ. გაზი მიეცი ბადრი? აი შეხედეთ. აი ესეთი ავტომობილებს დღეს ამბაჟებენ და აფორმებენ. მოდი დათო, ჩვენი ავტომობილი. დავიწყოთ აი ამ ავტომობილის ისტორია. რა ვქნათ? დავჩაგრეს, არ შემოგვაყვანიეს, არ გვამუშავებენ და გინდა არ გინდა ევრო 6 პლუსი უნდა იყოსო. ეს ევრო 1-იც არ არის, იმიტომ რომ რო დაქოქავ, ხო ხედავ ახლა აქ რა ხაერია, ხო? აქ კაცი იხშობით ახლა. ეს კიდე უარესი და ის Mitsubishi კიდე უარესი, იმიტომ რომ ეს არის დიზელი. და ვერ გაიგო ამ ხალხმა და ტრანსპორტნიკი ვინ არის ნომერ პირველი საქართველოში? რა უნდა თქვენ ბატონო. მე ვარ ხო და მე არავინ არ მისმენს, იმიტომ რომ რა ვქნა ჩაგრავენ. ახლა განვიხილოთ ეს ავტომობილი. როგორეთ? დაიწყე მერაბი. აი ეს ავტომობილი არის 2.0 ტურბო ბენზინის ძრავით, ნავტრიული. ტურბო ბენზინის ძრავით არის ჰიბრიდი. დატენვადი ჰიბრიდი. რა არის ჰიბრიდი? აი პირველად საქართველოში. აბა მოდი გიო, აი შეხედეთ. აი პროსტო ამის ვიზუალს შეხედეთ, საჭეს და როგორც აქვს აი ტყავის სავარძლები და რამე თუ არსებობს, უყურე, სიჩქარეს გადასართველი აქ და მოდი ახლა სხვას აი შენი დიზაინი ნახეთ, უყურეთ. აქ როცა ადამიანი ჯდება, აუცილებლად პიკაპს უნდა ქონდეს აქ ხელის მოსაკიდი. აქვს. აქ ხელის მოსაკიდი აქ, იქ ხელის მოსაკიდი აქ. და წარმოიდგინე, მოდი აბა, ახლა მიდი აბა და სვიადი დაკოქე. და ვნახოთ ქალბატონო ამის ხმა და გამონაბოლქვი. აი ნახოთ. აი უყურეთ, ავტომობილი არის დაქოქილი. გაზი მიეცი, აი სად არის ხმა? და სადაა გერდი, მოდი აბა. მანახე, სად არის გამონაბოლქვი? არის გამონაბოლქვი? უყურე. 0.1%-ის გამონაბოლქვი არ არის. ხო? არის ელექტროძრავი. არ არის. ახლა რა არის? აბა ახსენი. დატენის შემთხვევაში ავტომობილი გადის 120 კმ-ამდე ხოლმე ელექტროძრავით. როცა ამოიწურება ელექტრორესურსი, შემდეგ გადადის უკვე შიგაწვის ძრავზე, ნუ ჰიბრიდულ სისტემაზე წვავს საკმაოდ ცოტა დაკვების 3-4 ლიტრი ბენზინს. თუ გინდა 20 ლიტრი ბენზინი უნდა კონდეს და იარე ელექტროთი, ხო? და სიჩქარე ვერცეთი პიკაპი. დედამიწის ზურგზე. ის ვინც იცის ავტომობილი, ხო? ჩვენთან მოვიდეს და დავტესტოთ, აგერ არის. ვინც ავტომობილი იცის, ამ ავტომობილს სიჩქარეში ვერავინ ვერ გაასწრებს. ხმა რა აქვს და ძალიან ეკონომიურია, ხო? ახლა მოდი. მისი ვიზუალი მხარე. ხო, ბაკი ვანახოთ, ბაკი. აი უყურეთ. აქედან ისხება საწვავი და აქედან არის ელექტრო. აი შეხედეთ, ეს არის ელექტრო. აი ამის დამტენი, თვითონ დამტენი მოყვება. სწრაფდამტენზე ქალაქში, ასევე სახლის პირობებში ნელი. გუშინ ეს ჩვენ დავტენეთ 30 წუთში და არის ძალიან მაგარი. ეს დავტესტეთ, ქუთაისში ჩავედით, ჩამოვედით და ესეთი სუბუქი, რბილი მანქანა მე ავტომობილი ჯერ არ ვიცი. აი ეს ქარხნულად მოყვება და უკან ვიზუალი ნახეთ. აი ვიზუალი ნახეთ.
ახლა სად არის სანტიმეტრი? სანტიმეტრი ვის მივეცით, აგერ. ახლა უყურეთ. მოდი აბა. ნახე, რამდენია? აი, მეტრა 90. ხო? მოდი ახლა ნახოთ. მოდი ეს ნახოთ. აი შეხედეთ, გაჭიმე, გაწიე. აი უყურეთ. რამდენით უფრო დიდია ეგა, ხო? და ესეც ხო? ძალიან დიდია. მოდი ხელი არ მინდა გავუშვა. აგერ არის. მოდი ნახოთ Mitsubishi. აი ნახე Mitsubishi. გიო მოდი. აი რამდენით არის დიდი, შეხედე. სიგზეში დიდია და 16 სანტიმეტრი, სიგანეში დიდია. მოდი ნახოთ Toyota. Toyota ინტერესებს ყველას. აი მოდი ნახოთ Toyota და რამდენი სანტიმეტრითა უფრო დიდი? 30 სანტიმეტრით არის უფრო დიდი. ახლა მოდი გავზომოთ ამის განი. იმიტომ რომ ყველას აინტერესებს Toyota და Mitsubishi. აი უყურეთ. აგერ, მოდი აბა უცებ მეტრა 60. მოდი უცებ ნახე. დიდი. აი შენ წარმოიდგინე, მოდი. აი შენ წარმოიდგინე 7-8 სანტიმეტრით უფრო ფართია ეს ავტომობილი ვიდრე ჩვენი ავტომობილი, ხო? ახლა უყურე. მოდი, დავიწყოთ დახასიათება. ეს ავტომობილი არის სახელმწიფო ბრენდი. ჩანგანი. ყველაზე დიდი კომპანია არის BYD და Changani, რომელიც ერთმანეთს ეჭიდავება და BYD-ს 15% დაახლოებით გაასწრო გაყიდვებში. უყურეთ, ძალიან სხვადასხვა ბრენდები აქვს, ხო? დაახლოებით 20-მდე ბრენდი აქვს. შეხედეთ, ალუმინის დისკები, საბურავები, 4-4 სისტემა, ბლოკირება. ეს ამ თავარი 4-4-ზე ბლოკირება და ყველაფერი აქვს ავტომობილზე. მნიშვნელოვან რამეს გეტყვით. აი სიდენიები ნახე. ბადრი აბა შედი. ახლა ბადრიზე უფრო დიდი კაცი ჩვენ აქ არ აყვავს. შედი აბა. ცოტა სუბუქად შედი ბიჭო, არ შეგვარცხინა. აი ბადრი შევიდა, მშვენივრად ზის, ხო? მოდი კიდევ ერთი ჯერ მოსახლეობას დათო იქიდან გააღე კარი და აუხსენი შინით რა აქვს ამ ავტომობილს. ახსენი დათო. ესე იგი კიდევ კარგად რო გავიაროთ ავტომობილის მონაცემები, მეც ასე დავუყვები ამ ავტომობილს. ეს ავტომობილი არის ჰიბრიდი, დატენოვადი ჰიბრიდი, რომელიც იტენება 180 კილომეტრზე და აქვს ასევე 2-დან 0 ტურბო ბენზინის ძრავი. ესე იგი, შენარჩუნებულია ეკონომიურობა და რაც თავარია, არ იკარგება სიმძლავრე. ავტომობილს აქვს 272 ცხენის ზალა და პლუს ამას 4-4-ზე და ბლოკირებული სისტემით არ ჩამოუვარდება იმ ლეგენდარულ მოდელებს, როგორიც არის თუნდაც Mitsubishi L200 და Hilux-ი, Toyota Hilux-ი. ვხედავთ, რომ ჯობნის კიდევაც ავტომობილი კუზავოთი უფრო დიდი ზომის არის უფრო მაღალზე და არის თანამედროვე სტილის პიკაპი, რომელიც დღეს სახელით თუ არა, ხვალ უკვე აჯობებს სანტიმეტრი მომენტში Mitsubishi-საც. სანტიმეტრი დათო. უყურეთ როგორ არის. თავარი კიდევ ერთ-ერთი თავარი, გაჭიმე. აი, უყურებ თავარი რა არის. აი, ამას ქუჩურად პასატკას ეძახიან და ჟარგონულად და კაცურად აი 50 სანტიმეტრი. მოდი ახლა ნახოთ Toyota. კუზავომდე რომ 50. აი ეს. აი უყურეთ 30. და ახლა ნახოთ Mitsubishi. ამას ფეხის დასადები არ აქვს. და მოდი იმას გავუსწოროთ. ამას აქვს 20 აქამდე რო გავზომოთ არის 37. აი წარმოიდგინე ეს 10 სანტიმეტრით უფრო მაღალია. ახლა აინტერესებს Toyota. მოდი აბა, გიო. აი Toyota. მოდი. აი უყურე, Toyota არის 35. 10 სანტიმეტრით უფრო მაღალია. ახლა უყურეთ, ვიზუალი ნახეთ. ვიზუალია ნახეთ. ეს სიდენიები ნახეთ, საჭე ნახეთ. აი დადის რბილად რაღაც სასწაული. კამერებიც აქვს დამატებული მე. კამერები, მიახლოების დაჩიკები და ასე შემდეგ. მოდი ახლა ზვიადი აიყვანე ზევი და ვანახოთ ქვევით რა სიტუაცია არის. ეს ავტომობილი ყავს 70 ავტომობილი, შავი, მოკრე ასფალტი, ნარდო გრეი და თეთრი.
ახლა მე რო ვიყო მაგალითად მე რო ვიყო იმის გადამწყვეტი რომ პოლიციის და თავდაცვის პიკაპებს რას უზამდიო აი დღესვე მერაბი მოდი დათო თქვენ აწიეთ ბიჭებო მაგალითად ჩემი ნება რო იყოს დღესვე რაც საერთოდ სისტემაში არის პიკაპები Mitsubishi-ს, Toyota-ს, Ford-ის და სხვადასხვა ავტომობილები რომელიც არის დიზელი თუ გინდა რომ ეკოლოგიაზე თუ ჩვენ ვფიქრობთ საუკეთესო ავტომობილზე ჩვენ თუ ვფიქრობთ მაშინ ამაზე უკეთესი არ არის მთელი ყველა ავტომობილები უნდა გაიყიდოს აფრიკაში და მე შემიძლია ეს ავტომობილები ისეთ ფასში შემოვიყვანო და ჩავანაცვლო ყოველ თვეში ერთი 10 მილიონით სახელმწიფო იქნება მოგებული და წინ თან ახალი ავტომობილი და თან ჰიბრიდი უყურეთ აი შეხედეთ ხიდებს აი მოდით რაც აინტერესებს დღეს მოსახლეობას აი შეხედეთ აი ჩვენ ხო დათო არასდროს ტყუილი არ გითქვია ხო ეს ახლა არის რკინა ზოგჯერ გაფუჩდება ზოგჯერ რაღაცა მაგრამ არ ფუჩდება ეს მანქანები და ვიღაცები ტყუილა დაგინებენ ჩვენი ისევლე დაუძინებელი მტრები კი არა კონკურენტები და ამ კონკურენტებს მინდა უთხრა როცა საგრძელოს ვამბობთ რომ კაცობა სინდისი ნამუსი ქართველობა ფული არ გადაიხადო იმიტომ რომ შენ კონკურენტს პრობლემა შეუქმნა მიდი და კაცურად შენ უკეთესი შემოიყვანე უფრო იაფად გაყიდე და შენგან იყიდიან არა კაცურია და ზუსტად მაგნაირ ხალხს ეძახიან ციხეშიც ქუჩაშიც სახელი ვირთხა ვინც პრობლემას უქმნის მის კონკურენტს იმიტომ რომ უფრო მეტი ჭკვიანია მისი ხელმძღვანელი ხო შენ თუ უფრო მეტი ჭკვიანი ხარ მიდი და შემოიყვანე და გაყიდე უფრო იაფად ეს არის კანონი დაბა მოდით ეს ნახეთ ბიჭებო იო აი შეხედე ახლა შენ ავტომობილს შეხედე პროსტა შენ ყოველდღე აკეთებ Toyota-ს ხო და Mitsubishi Ford-ს და სხვადასხვას შეხედე აი როგორი კარგია როგორი სუფთა და აი როგორი არის გადამთველები ბლოკირება ხიდები და რამე თუ არსებობს ავტომობილს ყველაფერი აქვს აუგურეთ როგორ არის ეს ზაშიტას რასაც ეძახიან შენ წარმოიდგინე ზაშიტა მანქანიდან მოხსენით რომ ეს ყველაფერი თავის თვალით ადამიანებს ენახათ არ ფუშდება ეს ავტომობილები ახლა უყურე ადამიანმა შეიძლება შეკითხვა დაგისვას რომ გუშინ შემოიყვანეთ პირველადო და Euro 6-ის ავტომობილებია და მინდა უთხრა სახელმწიფოს რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ სახელმწიფოს გვერდზე დავდგეთ და ჩვენი კუთხით ხელი შევუწყოთ ამას ვამბობ მე ჯელა ბარკალაია და ყველა ავტომობილი არის შესაძლებელი რაც არის პიკაპი სახელმწიფოში და კერძო პირებმაც ახლა ფასი აინტერესებს ყველას ხო ვისაც ათასობით პიკაპი არის შეძენილი მათე მოტორში და კიდე გეუბნებით რომ ყველა გზა ჩაგვიკეთეს რომ ჩვენ ეს ავტომობილები არ შემოგვეყვანა ამისთვის განკარგულებას კი გამოსცეს რომ ერთ ადამიანს გელა ბარკალაიას რომ ავტომობილი არ შემოიყვანა მინდა გითხრათ რომ ეს ავტომობილი ტაილანდი თუ ტაივანში იწყობა Toyota კიდე სადღაც იაპონიაში არ იწყობა და ასე შემდეგ სად და სად იწყობა ღმერთმა იცის თავარია იყოს კარგი და ხარისხიანი აწყობილი და გარანტია კონდეს მას რა არის აბა ჩვენ როცა ვამბობთ გარანტია ხო მოგორეთ ამ ავტომობილს მინდა იცოდეს თელმა მოსახლეობამ ჩვენ ათასობით ავტომობილი გვაქვს გაყიდული ალბათ 30 წელია მარტო საქართველოში ვყიდით ამ ავტომობილებს და 30 წლის გამოცდილება გვაქვს ვისაც დაუფიქსირდება რომ მათე მოტორში ყავს ავტომობილი ნაყიდი ოდესმე იმ ადამიანს ჩვენ ამას გამბაჟებულს ნომრები ექნება მარტო ასაღები გამბაჟებულს მივცემთ $25,900 ეკვივალენტი ლარებში კიდე გეუბნებით ეს არის ეს თვითონ ქარხანაში ეს ავტომობილი დაახლოებით $30,000-35,000 ღირს მაგრამ ხალხი ვერ ხვდება თუ ეს ღირს იქ მაშინ რატო ყიდი შენ ესე უყურე როგორ არის ეს არის სახელმწიფოში და ეს არის სახელმწიფოს კომპანია სადაც თვითონ სახელმწიფოს ყველაფერი რესურსი აქვს ადგილზე ის არ ყიდულობს არსად სხვაგან რაღაცა დეტალს
თვითონ აკეთებს ყველაფერს და რატომ ყიდულობს ის იგია, რატომ ყიდის ის იგიო? იმიტომ ყიდის, რომ მისი მანქანა მთელ სოფლიოში უნდა შევიდეს და მონოპოლიას არასდროს არ ვიტყვით. კონკურენცია უნდა გაუწიოს, როგორც კომპანიებზე გეუბნები. აი უყურე, ფულს იხდიან რომ მე დამჩაგრო. ხო? იგივე ესეც, ხო? როა ევროპაში არ შევიდეს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის. იმიტომ რომ პოპულარიზება ამ კონკრეტული ბრენდის. რა თქმა უნდა, ახლა აი ამ ავტომობილს რო ადამიანი ნახავს, მერე სხვა ავტომობილს იყიდის? ბადრი, შენ მოგინდა ახლა ეს ავტომობილი, ხო? ბადრი, კარგი კაცი, იმიტომ ხარ, რომ შენ 20 და რამდენი წელი იმუშავე აქ? 23 წელი იმუშავა. პატარა ბიჭი იყო აქ რომ მოვიდა და 6 ცენტრი მამამისმა თვითონ მამამთილი თუ სიმამრი რაც ეძახიან, ცოლის ძმა 6 ცენტრი ააშენეს საქართველოში. ჩემი პირადი სახლის დაჩის მშენებლობის დროს იყენებდნენ ამ პიკაპს და კიდე არის დღეს და მუშაობს. უყურეთ როგორ არის. ჩვენ კიდე ვერჯერ გამოვაცხადებთ ფას. $25,900 ამის გამბაჟება ხდება დაახლოებით $1000-1500. შემოყვანა კიდე ძალიან ძვირი. ამიტომ ჩვენ თვითონ გვითხრამ წარმოებელმა რომ გავყიდოთ ზუსტად იმ ფაში, სუბსიდიაში რომ ჩავიждეთ თავის ფაში. ვინაიდან სამომავლო დიდი პარტია რო შემოვიყვანო და იგეგმება სამომავლო ავტოქარხანა, რომელიც არის ჩემი ოცნება. მოდი, ყველა იმ ადამიანს, ოდესმე, ვისაც კომპანიაში, მათემოტორში პიკაპი კი არა, ნებისმიერი სხვა ავტომობილი შეუძენია, ჩვენ 25,900-ად ჰიბრიდის ავტომობილებს მივცემთ იმ ადამიანს, ნებისმიერს და გვაქვს ნებისმიერი რაოდენობა. ჩვენ თუ უთხრდებით გარემოს, თქვენ დაგანახეთ მე რომ მე ვარ დღეს ახლა ჩემ თავზე არ ვიქებ, მაგრამ პირველი ტრანსპორტნიკი ვარ საქართველოში და თუ არის მეორე ვინმე მოვიდეს და მითხრას. აი დაკოქავ. ხო ხედავ, რა გამონაბოლქვი აქვს, ცენტრში შიგნით ვერ გაჩერდები, ხო? დაკოქავ ამას უარესი, დაკოქავ იმას კიდე უარესი და დაკოქავ ამას და გამონაბოლქვი არის 0. ამიტომ ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთჯერ დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც ჩვენგან ამდენი წლის განმავლობაში შეიძინა ავტომობილი და შეიძენს კიდევ მომავალში. ჩვენ კიდევ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ჩვენი ბიზნესია, ტრანსპორტია, ახალგაზრდები არიან და ამ ყველაფერს ახალგაზრდებს ვასწავლი, რომ მინდა მეტი ტრანსპორტნიკი იყოს საქართველოში და მეტი ჭკვიანი ახალგაზრდები. აბა გელოდებით ხვალიდან უკვე და ყველას დიდ მადლობას ვუხდით, ვინც დღემდე შეიძინა ჩვენს კომპანიაში ავტომობილი ამ 30 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას.